ამბობს ნელი მეტაბოლიზმი გულისხმობს რომ ნაკლები ენერგია გვაქვს, მეტად გვშია, ადვილად ვსუქდებით, ნაკლებს მოძრაობთ და უმოძრაობთ ვართ და არც გვინდება რომ ვიმოძრაოთ და მეტად გვცივა. აი ეს არის რეალურად ნელი მეტაბოლიზმის შედეგი, რასაც ვხედავთ სახელზე ჩვენ. სამედიცინო კუთხითაც ეგ არის. ოღონდ უფრო მკაცრი განმარტება ეგეთი აქვს, რომ თუ ადამიანი ხარჯავს იმაზე ნაკლებ ენერგიას, ვიდრე მოსალოდნელია, ამ ზომების და წონების ადამიანისგან, ეგ არის ნელი მეტაბოლიზმი. ნელი მეტაბოლიზმი არ არის დაავადება, რომ თქვათ რომ რაღაცა ერთი დაავადება და ამას ნელი მეტაბოლიზმი ქვია, ეს არ არის ესე. ორგანიზმის მდგომარეობა, რომელშიც ორგანიზმი გადადის მაშინ, როცა თვლის, რომ ხანგრძლივად გაჭირვებაშია. მაგალითად, თუ კი დადგებოდა შიმშილი და დაზამთრდა, თქვათ, ვერაფერი ვერ მოიპოვეს ადამიანებმა, მეტაბოლიზმი შენელდება, იმიტომ რომ ეს ზამთარს გაუძლო, ხო? ნაკლებ ენერგიას დახარჯავდეს, იმიტომ რომ ამ პერიოდში გჭირდება, მაგრამ დღეს ჩვენ დღევანდელ პირობებში მეტაბოლიზმის შენელება არ გჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ისეთი ადამიანი, ვინც გადარჩება, იმიტომ რომ მეტაბოლიზმი შეუნელდება და შიმშილობს და მაგიტო ხო, ვიღაცები ვინც შიმშილობენ ძალიან ცოტა ესეთი და მათთვის გამოსადეგია რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა დღევანდელობაში ჩვენ ნელი მეტაბოლიზმი რომ გვაქვს, ეს პირიქით ჩვენთვის უარყოფითად აისახება ვიმატებს წონაში და მე მილიონი დაავადება მოყვება ამას. პირველი და ყველაზე ხშირი, რაც იწვევს ნელ მეტაბოლიზმს, ეს არის ნაკლები კუნთები. აი, ოქროს წესად რო დაიმახსოვრ, რაც ნაკლები კუნთები გაქვს, მით უფრო შენელებულია შენი მეტაბოლიზმი, რაც ნაკლები კუნთები გაქვს, მით უფრო ადვილად მოიმატებს წონაში. თავარი მტერნელი მეტაბოლიზმის არის ცოტა კუნთები. კუნთები მოქმედებს როგორც ძრავი. მუდმივად ხარჯავს საწვავი არის გლუკოზა. გლუკოზა მიიღება საკვებისგან, რასაც ვჭამთ. თითქმის ყველაფერი გარდაიქმნება გლუკოზად, რასაც საკვებად ვიღებთ. სხვა კომპონენტებადაც, მაგრამ ძირითადი არის გლუკოზა და ამიტომ ამახვილებ ყურადღებას. ამ გლუკოზას მოიხმარს მერე კუნთები. და გლუკოზა რომ მოიხმაროს კუნთებმა, იმიტომ აუცილებელი, რომ გლუკოზა თვითონ არის საწამლავიც. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ეს გლუკოზა არის საკვები, დაახლოებით ისე როგორც ბენზინი საწვავი, მაგალითად, ხო? თუ მანქანაში ჩაასხავ, მანქანა დაწვას ამას ძალიან კარგია, მაგრამ თუ მანქანის გარშემო შემოასხავ, ერთი ცეცხლი და შეიძლება აი ის საწვავი, რომელიც მანქანას ამოძრავებს, ზუსტად იმ საწვავმა შეიძლება მანქანა დააზიანოს. ასევეა ზუსტად გლუკოზა ჩვენთვის, სისხლძარღვებისთვის, გულისთვის, ტვინისთვის, თირკმელებისთვის, ამიტომ ბევრი გლუკოზა არ გვჭირდება. ამ ბევრი გლუკოზის განეიტრალებაში გვეხმარება კუნთები. ეს არის მთელი აზრი. მეორე მთავარი მიზეზი, რატომაც მეტაბოლიზმი გვინელდება, არის მუდმივი ჯდომა. დღევანდელ ცხოვრებაში ადამიანები გავხდით პასიური, ხო, გასაგებია, რომ არ მივდივართ და არ ვნადირობთ იმაზე ბიზონებზე, მაგრამ ესეც არ შეიძლება ვთქვათ. ანუ ისე რომ სულ ვზივართ და რაღაც განსაკუთრებით თუ ვინც ოფისში მუშაობთ და ესე ძალიან ძნელია ფიზიკური აქტივობა. პირდაპირ როლს თამაშობს, რატო? თუ შენ არ მოძრაობ საკმარისად, შენ ორგანიზმს, შენ კუნთები ეუბნება, რომ მე არაფერში არ გჭირდები, ამიტომ შეგიძლია რომ გამაქრო. კუნთები ან ნაკლებს მოძრაობ, კუნთები ავტომატურად განილევა, იმიტომ რომ ორგანიზმი მოიშორებს იმას, რაც არ ჭირდება და დატოვებს იმას, რაც ჭირდება. მესამე მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც მეტაბოლიზმი გვინელდება, არის დიეტები. წონაში კლების დიეტები. სულ ადამიანებს გვინდა, რომ აი თითქმის ყველა ქალიც და კაციც ბევრი ვინ ვფიქრობთ ზოგადად ჯანმრთელობაზე და წონაზე, როგორც ჯანმრთელობის ერთ-ერთ მთავარ ფუძეზე, მუდმივად გვაქვს ფიქრი, რომ აი დავიკლო და მე ვიწყებ ხოლმე დიეტას. დიეტა არის როგორც წესი მკაცრი. მკაცრ დიეტას მოყვება დარღვევა. მკაცრ დიეტას მოყვება დარღვევა, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი არ არის იმისთვის, რომ მკაცრ დიეტაზე იყოს. ევოლუციურად ჩვენ საკვები არ გქონდა მაშინ, როცა იყო გაჭირვება, საკვები არ გქონდა მაშინ, როცა რაღაცა კატაკლიზმები ხდებოდა და ეს ჩვენს გენეტიკაში ჩაწერილია, რომ საჭმლის უქონლობა არის ორგანიზმის კატასტროფა. ამიტომ ორგანიზმი გადადის დამცველობით რეჟიმში და პირიქით, როცა შენ თავს იზღუდა უმნიშვნელოვნად, მეტს და მეტს ჭამ და ამიტომ რომ 95% დიეტების მთავრდება ცუდად და მოკლებულს შემდეგ ისე მიმატებენ. ამაში ან ბიოლოგია გებრძვის რეალურად და შენ არ ხარ დამნაშავე. შენ შეიძლება ძალიან ძლიერი ადამიანი იყო, შენ შეიძლება ძალიან დიდი ნებისყოფა გქონდეს, მაგრამ დიეტასთან ჭიდილში მაინც დამარცხდები 95%-იანი ალბათობით, თუ სწორად არ გააკეთებ. მეოთხე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მეტაბოლიზმს ანელებს, არის ძილის უკმარისობა, როცა საკმარისად არ გძინავს, საკმარისად დასვენებული არ ხარ, შენი ორგანიზმის ეს არის სტრესი და შენი ორგანიზმი სტრეს რეჟიმშია, კორტიზოლის სტრეს ჰორმონი იმატებს და მუდმივად ცდილობს, რომ ენერგია
დაზოგოს. და შემდეგი მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც გინელდება მეტაბოლიზმი არის ასაკი. ასაკში ყველაზე მთავარი ის არის, რომ ასაკში ვკარგავთ კუნთებს. ასაკში ნაკლებად სპონტანური მოძრაობები ნაკლებად ახასიათებს ადამიანს. იშვიათია ძალიან, რომ 60 წლის კაცი უცებ წამოხდეს, გაიქცეს. ბავშვი რაც აკეთებს, ანუ ექსპლოზიური მოძრაობები, რომ აფეთქებადი, ხო? ანუ ბავშვი ერთი ადგილიდან მეორეში მიირბენს, მაგრამ ასაკიანი ადამიანი ამას არ აკეთებს, ორგანიზმი ეჩვევა იმას, რომ ეს კუნთები აღარ ჭირდება აი ამ აფეთქებითი მოძრაობებისთვის. კარგავ კუნთებს, კარგავ მეტაბოლიზმს, ეს პირდაპირ დაკავშირებულია, ამიტომ ასაკი პირდაპირ და მნიშვნელოვანი მტერია. შემდეგი მიზეზი არის ჰიპოთიროიდიზმი, ეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია როცა დაქვეითებულია. მოკლედ ფარისებრი ჯირკვალი არის მთავარი მათრახის დამრტყმელი ჩვენი ორგანიზმისთვის, რა მეუბნება რომ მიდი იმუშავა, მიდი აი ადრე რო ეს პლანტაციებში ის მუშებს ამუშავებდნენ ხოლმე, ეგრეა ზუსტად ეგრე ყავს უჯრედები რა, რომ რაც მეტი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი გამუშავდება, მიდი ჩქარა იმუშავა და ეს უჯრედები და გამოყოფენ ენერგიას უჯრედები და თუ ეს მოდუნებულია ფარისებრი ჯირკვალი, მერე ადამიანი სუქდება, ადამიანი ნელდება, ადამიანი ადვილად ცივა უფრო მეტად და სიცივის ეპიზოდები აქვს უფრო ხშირად და ეგ იწვევს მეტაბოლიზმის შენელებას. ამიტომ არის რომ ერთ-ერთი პირველი და რომ ამბობენ ხოლმე რომ ჰორმონები და ჰორმონების გამო მოვიმატე, ერთ-ერთი პირველი არის ხოლმე მან ფარისებრი ჯირკვალი, რასაც ფიქრობს რომ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა ხო არ აქვს იმ ადამიანს, იმიტომ რომ მეტაბოლიზმი შეიძლება შენელებული იქონდეს და თუ მეტაბოლიზმი შენელებულია ძნელია ძალიან მე დაკლება. დაახლოებით შეგიძლიათ წარმოიდგინოთ კიდე ფარისებრი ჯირკვალი როგორც გაზის პედალი მანქანაზე, მიაჭერ, ჩააჭერ, წავა ჩქარა. აუშვებ, ნელა შენელდება. აი ასე მოქმედებს ფარისებრი ჯირკვალი. ამიტომ ფარისებრი ჯირკვალი რა მდგომარეობაში აქვს ადამიანს ძალიან მნიშვნელოვანია. კიდე არის გარკვეული პრეპარატები მაგალითად, რომელსაც შეუძლია მეტაბოლიზმის შენელება, მაგალითად ანტიდეპრესანტებს დიდხანს სვავს ხოლმე, რომ ამბობენ, რომ აი რაღაცნაირად შენელდი, თითქოს ისე აღარ ვარ აქტიური, აღარ ვარ. და წონაში იმატებენ მერე ეგენი კიდე, იმიტომ რომ მადა იზრდება ანტიდეპრესანტების უმეტესობა, მადის გაძლიერებას იწვევს დროსთან ერთად, დროში და ამიტომ არის რომ ანტიდეპრესანტებთან სიფრთხილეა საჭირო ყურადღებით უნდა იყოს და უნდა იცოდე რომ სვამ, იმიტომ რომ არის ანტიდეპრესანტები, რომლებიც წონის მიმართ ნეიტრალურებია, ან ძალიან მცირედია რისკები და არის პრეპარატები, რომლებიც ძალიან იწვევენ წონაში მატებას. სხვა პრეპარატებიც არის ესეთი, მაგალითად კორტიკოსტეროიდები, რომელიც პირდაპირ მოკლედ ძალიან ძლიერია და პირდაპირ მუცლის ცხიმებს ეუბნება, რომ დაგროვდით და არ არის სასურველი, მოკლედ მატებას იწვევენ წონაში, გაძლიერებულია შიმშილი, სითხე შეკავებულია, ადამიანი შეშუპებულია, ამიტომ კორტიკოსტეროიდები თუ ძალიან საჭირო არა, დღევანდელ მედიცინაში მოკლედ ადრე რო იყო, რომ ყველას დექსამეტაზონს უნიშნავდნენ, ხო? და ერთი არ დავასახელებ, ახლა სახელი დაგვარს, მაგრამ ერთი ქართველი სასიქადულო ენდოკრინოლოგი იყო ძალიან ცნობილი, რომელიც ესე იგი ყველა ქალს ვინც მივიდოდა დექსამეტაზონს უნიშნავდა ყველას. ანუ არ არის დიდი ხანია მედიცინა მიხვდა მაგას, რომ ეს დექსამეტაზონი და კორტიკოსტეროიდები ყველასთვის არ შეიძლება დაუნიშნო, ეგ არ არის გამოსავალი პირიქით ავნებ ბევრ შემთხვევაში, ამიტომ არ შეიძლება ეგეთი რაღაცები. და მთავარი მნიშვნელოვანი წამლები, რომლებიც იწვევენ ხოლმე მეტაბოლიზმის შენელებას, არის ბეტა ბლოკერები, რომელიც წნევისთვის გამოიყენება, რომელიც სიმპათიურ ნერვულ სისტემას ტრგუნავს და ეგ არის სიმპათიურ ნერვულ სისტემა მოქმედებს ჩვენ ორგანიზმზე როგორც აქტივანტი, როგორც სტიმულანტი და როცა ტრგუნავს, მოკლედ უჯრედები ნელდება, მუშაობას ამცირებენ და ასე. და შემდეგი მიზეზი არის მენოპაუზა ქალებში. მენოპაუზაც დაახლოებით როგორ მოქმედებს, ახლა ზუსტი მექანიზმი რაღაცებში ახსნილი არაა, მაგრამ სავარაუდო მექანიზმები რაც შემოთავაზებულია, რომ ესტროგენები მოქმედებს როგორც მენეჯერი რეალურად, ასევე ასტიმულირებს მეტაბოლიზმს და როცა ესტროგენები ქვეითდება, მეტაბოლიზმიც ქვეითდება. ეს არ არის ძალიან უზარმაზარი დაქვეითება მეტაბოლიზმის, მაგრამ მაინც შესამჩნევია ყოველ შემთხვევაში. და მენოპაუზის დროს რა თქმა უნდა კუნთების განილევა კიდე ეგეც დიდი პრობლემაა და კუნთები როგორც ვიცით, თავარი ის არის ყველი არის კალორიების კუნთები, ამიტომ კუნთები არ აქვს, კალორიებს ვერ წავ. და ეხლა ვთქვათ, როგორ გავზარდოთ მეტაბოლიზმი ბუნებრივად, რამდენად შეგვიძლია გავზარდოთ? მნიშვნელოვნად.
რამდენად დაახლოებით 20%, ზოგჯერ 30% შეგვიძლია გავზარდოთ მეტაბოლიზმი. ეს უდიდესი რამეა და თუ ავიღებთ რომ რაღაც ბოლომდე ინერტული ადამიანი და ბოლომდე აქტიური ადამიანი უზარმაზარი შეიძლება იყოს სხვაობა მათ შორის მეტაბოლიზმის შორის და მეტაბოლიზმის დროს დახარჯული კალორიებს შორის. ხო. ეხლა როგორ პირველი ყველაზე მთავარი არის რომ კუნთები უნდა გაავარჯიშო. ძალისმიერი ვარჯიშები მოკლედ. ბუქნები, აზიდვები, აჯიმანიებს რო ეძახი, წონებით ვარჯიშები, ნელა უნდა გაზარდო, წონები მცირედ უნდა დაიწყო, ნელა უნდა გაზარდო საკუთარი წონით ვარჯიშები. ყველაფერი რაც ძალისმიერი ვარჯიშები. ან მოკლედ ხوارი აერობული და ანაერობული. აერობულია სირბილი, სიარული, ფეხბურთის თამაში, ჩოგბურთის თამაში, ცურვა, ცეკვა. ანაერობულია სიმძიმეების აწევა. მოკლედ, რასაც ძალა ჭირდება, ერთბაში ძალა ჭირდება, ეს ყველაფერი არის ძალისმიერი ვარჯიშები, მოკლედ. და რაც სიმძიმეების აწევასთან არის ასოცირებული. ამიტომ ეს ვარჯიშებია ძალიან მთავარი, იმიტომ რომ კუნთები გაიზარდო, კუნთებს თუ გაიზრდი, კუნთები შენს ორგანიზმს ეტყვის, რომ არა მე საჭირო ვარ, ამიტომ მიარე მიპატრონე და ორგანიზმი უპატრონებს და შენ ხარჯავ კალორიებს, რაც კარგია. ეგ არის ყველა მთავარი ქვაკუთხედი. არ იფიქროთ რომ ეს მარტო კაცებს ეხება, არა, ქალებსაც ისევე ეხება როგორც კაცებს, რადგან ქალების შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია და შენარჩუნებადია კუნთები. კვირაში 3ჯერ ძალისმიერი ვარჯიშები არის საკმარისი. თითო საათით, კვირაში 3ჯერ. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რითიც შეგვიძლია რომ მეტაბოლიზმი გაიზარდო არის ყოველდღიური მოძრაობები, ყოველდღიური არავარჯიშული მოძრაობები, ეს შეიძლება იყოს მაგალითად აქეთ კი სიარული თუნდაც როცა ტელეფონზე ლაპარაკობ, ან წამოდგე იმდენჯერ რამდენჯერ შეგიძლია, რომ კიბე გამოიყენო მაგალითად ლიფტის ნაცვლად. ძალიან მნიშვნელოვანია ეს არავარჯიშული მოძრაობები, ნიტს ეძახიან, ეს არის ვარჯიშთან არა დაკავშირებული თერმოგენეზი, ესე ქვია, ანუ ენერგიის წარმოქმნა, რომელიც ვარჯიშით არ არის განპირობებული. ეგ არის ნიტის აზრი და ეგ არის აი თითებსაც რომ მაგიდაზე ათამაშებ ეგეც კი ენერგიას ხარჯავს ყველაფერი რო დგახარ ეგეც ენერგიას ხარჯავს ყველაფერი ენერგიას ხარჯავს ამიტომ მნიშვნელოვანია ძალიან აი ენერგია დავხარჯოთ რამდენჯერაც შეგვიძლია სიარული არის ძალიან მნიშვნელოვანი შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სიარული ჭამის მერე ამაზე განსაკუთრებით ვამახვილებ ყურადღებას იმიტომ რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჭამის მერე სიარული შეუძლია 20-30% შეამციროს გლუკოზის დონე და ეგ არის აი როგორ იცი ნაღმი განაღმო რა ეგეთი რაღაცა ყოველი ჭამის მერე გლუკოზა მიფრინავს განსაკუთრებით თუ ადამიანს ინსულინი რეზისტენტობა აქვს ან დიაბეტისკენ მიდრეკილება ჭამის მერე გაივლი ჩათვალე რომ ეგ რისკი გაანულე თითქმის გაანულე და რეჟიმი როგორია ამ დროს ჭამის მერე 10-20 წუთში უნდა გაიარო გამოიარო და დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ნუ 20 წუთს თუ ივლიხო საერთოდ ძალიან მაგარია მაგრამ 10-15 წუთი იდეალურია ახლა იტყვის ადამიანი რომ აი მანამდე რომ ვივარჯიშო სანამ შევჭამ არ არის კარგი ეგეც კარგია კი მაგრამ მაგას ჯობია რომ ჭამის მერე სიარული უფრო მოქმედებს გლუკოზაზე მოკლედ ამ ხრივაა ძალიან მნიშვნელოვანი და ისე ვარჯიში რა თქმა უნდა კუნთებზე მოქმედებს მეტაბოლიზმს მოქმედებს მაგრამ ჭამის მერე უშუალოდ იმ გლუკოზაზე მოქმედებს გლუკოზა შეაქვს კუნთებში და კუნთები გადაამუშავებს გლუკოზას და შენ სისხლში გლუკოზა აღარ გაქვს მომატებული აი ბრწყინვალე რაღაცაა მოკლედ შემდეგი რისი გაკეთება შეიძლება არის რომ არ უნდა დაждდე ხანგრძლივად როგორც კი ხანგრძლივად ჯდები შენი ორგანიზმი იღებს ბრძანებას რომ ჩვენ არაფერს არ ვაკეთებ და მოსვენებულ მდგომარეობაში გადადის და ენერგიის დაზოგვის რეჟიმში გადადის ეგრევე ეცემა მეტაბოლიზმი ამიტომ დაждები 10 წუთი წამოდექი რაღაცა გააკეთე წყალდალი ეს მე დაჯექი იმუშავე წამოდექი ანუ არ დაждდე და არ უყურო ტელევიზორს დიდხანს ან არ დაждდე და არ იმუშაო გაბრმულად წამოდექი გააკეთე წამოდექი იმოძრავე წამოდექი იაქტიურე ეგ არის ყველაზე მთავარი ბევრი კონსენსუსი არსებობს მოკლედ მედიცინაში მაგაზე რომ ეს პატარ-პატარა თუნდაც 5 წუთიანი და 10 წუთიანი აქტივობები ჯამში კოლექტიურად იმხელა შედეგს გაძლევს რომ წინ მიყავხარ და ჯანმრთელობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგი მეოთხე რაც უნდა გაითვალისწინო რომ
აირიდე თავიდან დიეტა, ძლიერი დიეტა განსაკუთრებით. ხო, აბა იტყვის ადამიანი, აბა როგორ დავიკლო წონში, როგორ უნდა დაიკლო და რა კალორიას გჭირდება მოკლედ შენ შემარჩუნებელი რაც იმას უნდა გამოიკლო დაახლოებით 300 კალორია და მხოლოდ 300%-იანი ის უნდა შეიქმნა დეფიციტი და არა მეტი, არა 700-800 კალორიანი არა. აი ძალიან მარტივად ცხოვრებისეულად რა არის, რასაც ჭამ 10% მოაკელო ჭამას, რასაც რეგულარულად ჭამ ჯერ დათვალე, რაც ჭამ ხოლმეო და იმას 10% მოაკელი. ეგ არის რეალურად რისი გაკეთება შეგიძლია. ხო, აქვე ვიტყვი ბარემ კომენტარებშიც მიწერდნენ ხოლმე ეს რედიენტი რომ აქვს შემოტანილი ჩემს საკვებ დანამატ წონის კლებისთვის. არის რომ ანუ აი რატო არ ლაპარაკობ მაგეებზე რაღაცა ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს, ანუ თვითონ რედიენტის გვერდზე ძალიან ბევრი ვიდეოა და შესაბამისად ეს ვინაიდან სხვა თემატიკისაა, მაგრამ მან ვამბობ ხოლმე სულ ყოველთვის და ამიტომ ვიტყვი აქაც რომ ადამიანები როცა არიან დიეტაზე ყოველთვის ჩქარობენ და უნდათ რომ დაიკლონ ჩქარა. ასე არ არის. ან ჩქარა დაკლება ჩათვალე რომ შენი ორგანიზმის არის წითელი ღილაკზე დაჭერა რომ შენ მოიმატებ მერე აუცილებლად. ამიტომ ჩქარა არ უნდა დაიკლო, ნელა უნდა დაიკლო მცირე დეფიციტით და ამაში აი ამიტომ თქვა ზუსტად ამიტომ შემოვიდა რედიენტი რომ რედიენტი ეხმარება. აი რედიენტის შემადგენლობა ეს რაც ნუსაკვები დანამატები არსებობს მათ შორის ნამდვილად საუკეთესოა წონის კლებისთვის და პლუს უსაფრთხოებას თუ ვიტყვით თორე ნუ უსაფრთხოება რომ არ გაგვეთვალისწინებინა მაშინ შეიძლება და კი უკეთეს და უკეთეს შეიძლება ოღონდ თუ ადამიანს ზიანს მოუტანს ის აღარ არის უკეთესი ხო ანუ უსაფრთხოებას პლუს როგორც ჰიპოკრატე იტყო და საექიმო კოდექსში პირველი არის რომ არ ავნო ანუ ამიტომ არ ავნოს პრინციპით გამოვედი რომ მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა ყოფილიყო და მერე სარგებელი და აი ეს ამიტომ მივედი ამ ფორმულამდე რეალურად და ხო და ეგეც ამიტომ ვამბობ ამას ახლა რომ რედიენტიც მაგალითად ზრდის მეტაბოლიზმს რითი შეიცავს მწვანე და კოფეინს და ორივე ანუ კოფეინიც მეტაბოლიზმს ზრდის დაახლოებით 4% სადღაც რაც ანუ 4 შეიძლება რიცხვი დაბალი გონიათ მაგრამ სინამდვილეში მეტაბოლიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვია იმიტომ რომ თუ ჩავთვლით რომ სულ რაღაც 20% შეგიძლია მეტაბოლიზმის გაზრდა იმის მე-4-ია რეალურად თლად შეიძლება არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს რა და ამას თუ დაემატებ მწვანე ჩაისთან კომბინაცია კიდევ უფრო მეტად იზრდება ნამდვილად გამოდის ის მე-4 მე-5 რისი გაზრდაც შეგიძლია საერთოდ და კიდე რო ემატება მე პიპერნი ის კიდევ უფრო ზრდის ეფექტურობას და აი ამიტომ ჯამურად უსაფრთხოებასთან კომბინაციაში არის მაღალი ეფექტური მოკლედ ხო და აქვე მინდოდა ზუსტად აი საკვებ დაამატებზე რა შეუძლია გაზარდოს მეტაბოლიზმი შეუძლია გაზარდოს მწვანე ჩაის EGCG-ს კონკრეტულად, რომელიც ნორადრენალინის დაშლას აფერხებს და მე ნორადრენალინის ბრძანება აწყიმისთვის რომ დაიშალე და ეს არის მისი სარგებელი და მეორე არის კოფეინი ადენოზინს ჩანაცვლებს მოკლედ და ბლოკავს და ორგანიზმისთვის არის სიგნალი რომ იაქტიურეთ მოკლედ სტიმულანტური მოქმედება აქვს და სუსტი რა თქმა უნდა სტიმულანტი არ არის რომ წამოახტიუნოს ადამიანი და არბენინოს ესეთი არ არის ხო წავა რასაც სვამთ ესა ხო და ეს ჩაი და ესენი ყველა კოფეინი შეიცავს შოკოლადით შეიცავს ხოლმე და ესე კიდე არის ერთი მნიშვნელოვანი რამე რის გაკეთებაც შეგიძლიათ იმისთვის რომ მეტაბოლიზმი იყოს ექსპლოზიური მოძრაობები ანუ აი როგორც იცი რომ აი ის ბავშვობა რომ დაიბრუნო რომ წავარჯიშებები შეიძლება უცებ აირბინო კიბეებზე გაირბინო რაღაც მონაკვეთი ნუ გასაგებია რომ ახლა თუ ადამიანი ჭარბწონიანია ძალიან ის ვერ გაირბენს სახსრებისთვისაც ცუდი იქნება ნელ-ნელა რომ შეეჩვიო მაგალითად თუ კი კუნთებს არ წვირთავდი მეტად დაწვირთვე თუ კი მეორე საფუძვეც ლიტით ადიოდი ფეხით ადი მესამეზეც ფეხით ადი და მეოთხეზეც და მე-8-ზეც ახვალ ფეხით ანუ ნელ-ნელა ეცადე რომ მაქსიმალურად დაწვირთო შენი კუნთები ეგ ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია ორგანიზმისთვის და ბოლოს ვიტყოდი ცილები ძალიან მნიშვნელოვანია ცილოვანი საკვები ხორცი თევზი ყველი კვერცხი ესენი მზის პროდუქტებიც უმეტესობად ცილებს შეიცავს ცილების დანაწევრებას და შეწოვას ჭირდება დიდი ენერგია და ამიტომ არის რომ ცილას თუ ენერგიასაც ხარჯავ შესაბამისად მეტაბოლიზმი იზრდება და ეს საკვების თერმული ეფექტი ქვია ამას და რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს თუ კი ანემია აქვს ადამიანს მაგალითად ან სელენიუმის დეფიციტი აქვს ან რამე მნიშვნელოვანი დეფიციტები აქვს შეიძლება იმას მეტაბოლიზმი შეუნელდეს იმიტომ რომ ორგანიზმისთვის იყოს ძალიან დიდი დეფიციტი და სტრესი ამიტომ ამასაც აქვს მნიშვნელობა რომ ამ დეფიციტები უნდა გამოირიცხოს განსაკუთრებით ქალების შემთხვევაში განსაკუთრებით რკინა დეფიციტური ანემია აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა ასე შეგიძლიათ რომ მეტაბოლიზმი გაზარდოთ
არა ძალიან, მაგრამ ის 20% ძალიანაა, იმიტომ რომ შეიძლება ზოგ შემთხვევაში 700, 800, 900 კალორიაც იყოს და ზოგჯერ მეტიც კიდე. შესაბამისად, ჩვენ ბევრ რამეზე შეგვიძლია მქონდეს გავლენა. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, ან დააკომენტარეთ, ან გააშერეთ, ნებისმიერ თქვენი აქტივობა არის ხელშემწყობი არხის განვითარებისთვის. ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ, არხის განვითარებას რეალურად მართლა ძალიან დიდი ძალა ჭირდება, ძალისხმევა, მოთმინება, ნებისყოფა, შრომა და კიდე ხო ადამიანს უგეჩვენება რომ რაღაცა არ არის საკმარისი დაფასება რაღაც მე ძალიან გრძნობ თქვენგან ყურადღებასაც, სიყვარულსაც და არ ვუჩივი არც დაუფასებლობას პირიქით. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ იმას გულისხმობ მატერიალური კუთხით, ვისაც გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა რომ დონაცია გააკეთოთ, ანგარიშის ნომრები არის აღწერაში და შეგიძლიათ გააკეთოთ დონაციები. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.